გამარჯობა მეგობრებო. კვარაცხელი არჩეულთა შორის არგენტინისა და მესის შოუ და მამარდაშვილის ბურუსით მოცული მომავალი. ხოლო თუ ფეხბურთი გიყვარს და გსურს ყოველთვის ახალი ინფორმაციები მოისმინო, მაშინ მოიწონე ვიდეო და გამოიწელი არხი. ეს თქვენთვის ორი წამის საქმეა, ჩემთვის კი დიდი мотиваცია. მადლობა თუ შენესემი ორი პატარა თხოვნა გაითვალისწინე და მოდი დავიწყოთ. კვარაცხელიასა და PSG-ს გარშემო ორი საინტერესო ამბავი გავრცელდა. ფაბრისიო რომანოს ინფორმაციით, პარიზული კლუბი საფრანგეთის ნაკრების მარცხენა მცველ ლუკა დინის დამატებას უახლოვდება. დინის დამატების მთავარი მიზეზი ნუნუ მენდესისთვის საიმედო ალტერნატივის შექმნა. გავრცელებული ცნობებით დინი თანახმაა, რომ გუნდში ავტომატურად გარანტირებული ადგილი არ ექნება და ძირითადად მენდესის შემცველის როლისთვის იბრძოლებს. ეს კი ხვიჩასთვისაც საინტერესო სიახლეა. მარცხენა მცველის როლი ლუის ენრიკეს სისტემაში ძალიან მნიშვნელოვანია. მან არა მხოლოდ დასვაში უნდა იმუშაოს, არამედ შეტევის დროს სივრცეები გახსნას, ფლანგზე გადაადგილდეს და გარემარბს კომბინაციების შექმნაში დაეხმაროს. ამიტომ თუ ტრანსფერი დადასტურდა, კვარას მარცხენა ფლანგზე კიდევ ერთი გამოცდილი პარტნიორი ეყოლება. ამის პარალელურად კი კვარაცხელიაზე საინტერესო კომენტარი გააკეთა UFC-ს ლეგენდამ ხაბიბ ნურმაგომედოვმა. ხაბიბი ფეხბურთის დიდი გულშემატკივარია და ერთ-ერთ გადაცემაში თავისი ფავორიტი მწვრთნელები და ფეხბურთელები დაასახელა. მისი აზრით ამჟამად მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელი ლუის ენრიკეა. რაც შეეხება მოქმედ ფეხბურთელებს, ხაბიბის რჩეულთა შორის კვარაცხელიაც მოხვდა. მან საუკეთესოთა ჩამონათვალში ვიტინია, კვარა, კილიან მბაპე, ლამინ იამალი და უსმან დემბელე შეიყვანა. ერლინგ ჰოლანდი კი მათ შემდეგ დაასახელა. საინტერესოა, რომ ხაბიბის მიერ გამორჩეული მოქმედი ფეხბურთელებიდან 3 PSG-ში თამაშობს. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს თუ რა დონის გუნდი შექმნა ლუის ენრიკემ და რატომ არის პარიზული კლუბი დღეს ევროპის ფეხბურთის ერთ-ერთი მთავარი ძალა. მამარდაშვილმა ლივერპულთან ერთად ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო, თუმცა ქართველი მეკარის მდგომარეობა კვლავ ბუნდოვანი რჩება. ამ ზაფხულს მერსესაიდულ კლუბში ბევრი რამ შეიცვალა. მთავარი მწვრთნელის პოსტი ანდონი ირაულამ დაიკავა, თუმცა თოლკსპორტის ინფორმაციით არჩევანი უკვე გაკეთებულია. თუ ალისონ ბეკერი ლივერპულში დარჩება, მომდევნო სეზონში ძირითადი მეკარე სწორედ ბრაზილიელი იქნება. ეს კი მამარდაშვილისთვის სასიამოვნო ამბავი ნამდვილად არ არის. გიორგის სადებიუტო სეზონი ენფილდზე ისე არ წარიმართა, როგორც თავად და მისი გულშემატკივრები ელოდნენ. ალისონის შესაძლო წასვლაზე ხშირად იწერებოდა, მაგრამ ბრაზილიელი საბოლოოდ გუნდში დარჩა. მამარდაშვილს კი ძირითადად მაშინ უწევდა თამაში, როდესაც მისი კონკურენტი ტრავმირებული იყო. ახლაც თითქმის იგივე სურათი იკვეთება. მაგრამ მამარდაშვილის პოზიციიდან მთავარი პრობლემა სათამაშო დროა. 25 წლის მეკარეს რეგულარული პრაქტიკა სჭირდება, არა მხოლოდ პირადი განვითარებისთვის, არამედ საქართველოს ნაკრებში მაღალი ფორმის შესანარჩუნებლადაც. ამიტომ კიდევ ერთი სეზონის ალისონის ჩრილში გატარებამ შეიძლება მისი პროგრესი მნიშვნელოვნად შეაფერხოს. სწორედ ამიტომ ალისონის დარჩენის შემთხვევაში გიორგიმ და კლუბმა შესაძლოა სხვა გამოსავალზეც იფიქრონ. მაგალითად იჯარა ისეთ გუნდში, სადაც პირველი მეკარე იქნება, ან შესაბამისი შეთავაზების შემთხვევაში დროებითი თუ სრულფასოვანი ტრანსფერი. ამ ეტაპზე კი ყველაფერი ალისონის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. კომენტარებში კი დაწერეთ, უნდა დარჩეს მამარდაშვილი და საკუთარ შანსს დაელოდოს, თუ კიდევ ერთი სეზონის დაკარგვის ნაცვლად ისეთ გუნდში გადავიდეს, სადაც ძირითადში რეგულარულად ითამაშებს. მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ფინალისტის ცნობილია. კერძოდ არგენტინამ ინგლისის დრამატულ ნახევარფინალში 2-1 დაამარცხა და ზედიზედ მეორედ გავიდა მუნდიალის ფინალში, სადაც ესპანეთს შეხვდება. აღსანიშნავია, რომ ინგლისისთვის ყველაფერი იდეალურად დაიწყო. გორდონის გოლის შემდეგ ტომას ტუხელის გუნდი 1-0 იგებდა. თამაშაც აკონტროლებდა და გარკვეული პერიოდის განმავლობაში არგენტინას გამოსავალი თითქმის არ უჩანდა. მაგრამ ამ არგენტინამ უკვე არაერთხელ დაამტკიცა, რომ მისი ჩამოწერა ბოლო წუთამდე არ შეიძლება. გარდამტეხი მომენტი ლიონელ მესის პას მოყვა. ენცო ფერნანდესმა საჯარიმოს გარედან ულამაზესი დარტყმით ანგარიში გაათანაბრა და მატჩის მთელი დინამიკა შეცვალა. ამის შემდეგ ინგლისი კიდევ უფრო უკან დაიხია. არგენტინა კი გამარჯვების გოლს ბოლომდე ეცეფდა. 92 წუთზე მესი მეორე საგოლე გადაცემა შეასრულა და ლაუტარო მარტინესმა მორიგი არგენტინული კამბექი დაასრულა. 1-0-დან 1-2. ინგლისი ფინალთან ძალიან ახლოს იყო, მაგრამ რამდენიმე წუთში ყველაფერი დაკარგა. შეხვედრის შემდეგ კი მესი ემოციებს აღარ მალავდა. მინდა არგენტინელ გულშემატკივრებს იგივე ვუთხრა, რაც კატარში ვთქვი. ისიამოვნეთ, ეს გუნდი იმედს არასდროს გაგიცრუებთ. ეს მსოფლიო ჩემპიონატის სრული სიგიჟე იყო და კიდევ ერთ ფინალში გასვლა საოცარი შეგრძნება. ჩვენი ჰიმნის შართვისთანავე რაღაც განსაკუთრებული ვიგრძენით. ეს უბრალოდ მორიგი გამარჯვება არ ყოფილა. ეს იყო გამარჯვება, რომელიც არგენტინელ ხალხს ძალიან უნდოდა. სიგიჟეა, რასაც
მივაღწიეთ. ZZ 5 ფინალი და მსოფლიო ZZ 2 ფინალი. ბოლო 4 წელია საუკეთესო ნაკრები ვართ. ვისაც არ უნდა წყინდეს და რასაც არ უნდა ამბობდნენ, მოედანზე ვამტკიცებთ, რომ არავინ არაფერს გჩუქნის. ამ მსოფლიო ჩემპიონატისთვის თითქმის 1 წელი ვემზადებოდი. დეკემბერი არგენტინაში გავატარე და დილას აღამოს ვარჯიშობდი. ამ გუნდში ეჭვი არც ერთი წამით არ შემპარვია. მსოფლიო ჩემპიონატს პრობლემებითა და ტრავმებით შევხვდით. მაგრამ როდესაც ეს გუნდი ერთიანია, განსაკუთრებული რაღაცების გაკეთება შეუძლია. ახლა მხოლოდ ერთი ნაბიჯი დაგვჭა, განაცხადა მესი. მესის კომენტარში კი განსაკუთრებით საინტერესო იყო ფრაზა არავინ არაფერს გჩუქნის. ბოლო პერიოდში არგენტინის გარშემო ბევრი საუბარი იყო მსაჯობაზე, მარტივ ბადეზე და FIFA შესაძლო კეთილგანწყობაზე. მესი კი ამ ყველაფერს პირდაპირ პასუხობს და ამბობს, რომ არგენტინა ფინალამდე საკუთარი ბრძოლითა და მოედანზე ნაჩვენები ხასიათით მივიდა. ასევე მსგავსი გზავნილი ჰქონდა ლიონელ სკალონისაც. სწორედ მაშინ, როცა ვაგებდით და თითქოს შინ ბრუნდებოდით, გუნდმა მთელი თავისი ოსტატობა და პოტენციალი გამოავლინა. ეს არის ის, რისთვისაც ვიბრძვით. მაისური ამას გვავალდებულებს. ამ გამარჯვებას არგენტინელ ხალხს უძღვნი, განაცხადა სკალონი. თუმცა მეორე მხარეს ინგლისში სრულიად განსხვავებული განწყობა. კერძოდ ლეგენდარულმა ფეხბურთელმა რუნიმ მარცხის მთავარ მიზეზად ტომას ტუხელის გადაწყვეტილებები დაასახელა. ყველაფერი მწვრთნელის გადაწყვეტილებებიდან დაიწყო. ზედმეტად პასიურად ვითამაშეთ და მსოფლიო ჩემპიონებთან ასეთი მიდგომა არ გაგივა. რატომ დაიხია გუნდმა უკან, როცა შეხვედრას მთლიანად აკონტროლებდა? რაც საჭირო იყო ეს ასეთ ანგარიშზე და ასეთ ეტაპზე? ეს მარცხი მეორე ტაიმში განხორციელებული ტაქტიკური ცვლილებების შედეგია, განაცხადა რუნი. და მართლაც, ინგლისმა პირველი გოლის შემდეგ თამაშის გაგრძელების ნაცვლად მიღებული უპირატესობის დასვას სცადა. არგენტინის წინააღმდეგ კი ასეთი მიდგომა ძალიან სახიფათოა. თუმცა ეს ტომას ტუხელის სისუსტეა. ამ სპეციალისტს მსგავსი გადაწყვეტილება არაერთხელ მიუღია და საბოლოოდ დაშილა კიდეც. ამიტომ როგორც ჩანს ის შეცდომებზე ვერ სწავლობს. ამ შეხვედრაში კი განსაკუთრებული საღამო ჰქონდა ლიონელ მესისაც. 2 საგოლე გადაცემით მან კარიერაში გოლებისა და ასისტებში მონაწილეობა 1327-მდე გაზარდა. ხოლო გავრცელებული სტატისტიკის მიხედვით ეს ფეხბურთის ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელია, მაგრამ ციფრებზე უფრო შთამბეჭდავი კონტექსტია. 29 წლის მესი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში, მაშინ როცა მისი გუნდი ფინალს შორდებოდა, ორივე გოლის შექმნაში გადამწყვეტ როლს ასრულებს. ეს კი მის ოქროს ბურთის პოზიციაზე საისახა. გოლის განახლებულ რეიტინგში მესი უკვე მეხუთე ადგილზეა. მის წინ ჰარი კეინი, მაიკლ ოლისე, კილიან მბაპე და უსმან დემბელი არიან. კვარაცხელია კი მერვე პოზიციას იკავებს. აქ ხვიჩასთვის ყველაზე დიდი პრობლემა ისევ მსოფლიო ჩემპიონატია. თუმცა ხვიჩას ოქროს ბურთის მოგების შანსი უფრო მეტად მაშინ ექნება, თუ მსოფლიოს ესპანეთი მოიგებს, რადგან ამ გუნდს გამოკვეთილი ლიდერი არ ყავს. თუმცა მიუხედავად არგენტინის გამარჯვებისა, ისინი პატარა სკანდალში მაინც გაიხდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, არგენტინელმა ფეხბურთელებმა ინგლისთან გამარჯვების შემდეგ ბანერი გამოფინეს წარწერით: მალვინის კუნძულები არგენტინას ეკუთვნის. ეს უკვე სპორტის ფარგლებს სდება და FIFA-მ არგენტინის ფეხბურთის ასოციაცია შესაძლოა დააჯარიმოს. აღსანიშნავია, რომ მსგავსი შემთხვევების გამო არგენტინა 2014 წელსაც დასაჯეს. აქვე კი დავძენ იმასაც, რომ ინგლისისა და არგენტინის დაპირისპირებას ისტორიული და პოლიტიკური ფონი დიდი ხანია ახლავს. 1982 წელს ფოლკლენდის, ანუ როგორც არგენტინელები უწოდებენ მალვინის კუნძულების გამო, ქვეყნებს შორის 74-დღიანი ომი გაიმართა, რომელიც ბრიტანეთის გამარჯვებით დასრულდა. არგენტინა კი ამ ტერიტორიაზე ბრიტანეთის სუვერენიტეტს დღემდე არ აღიარებს. ამიტომ ეს ნახევარფინალი თავიდანვე მხოლოდ საფეხბურთო მატჩი არ ყოფილა. მოედანზე იყო მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის აგზური. მის მიღმა კი 10 წლეულების პოლიტიკური დაპირისპირება და ისტორიული ემოცია. 19 ივლისს კი ჩვენ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალს ვიხილავთ. ამიტომ ვინც ამ შეხვედრის ანგარიშს გამოიცნობს, მისი კომენტარი მომდევნო ვიდეოში გამოჩნდება. დღევანდელ ვიდეოს კი ამით დავასრულებ. მოტივაციისთვის კითხავ, რომ ავიდეთ მინიმუმ 2000 მოწონებაზე. ასევე გამოიწერე არხი, რათა იყო მუდმივად საქმის კურსში. ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას და ბედნიერებას. მე კი მომავალი ვიდეოთი ძალიან მალე დაგიბრუნდებით.